Salmები ჩვენო ძვირფასო პატარებო, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ტკბილ პატარებთან ერთად საუბრებს და დღევანდელი ჩვენი განხილვის თემა იქნება შემდეგი მოთხრობა, რომელიც ასე იწყება. ცხოვრობდა ერთი ბრაზიანი დედაკაცი და გარდაიცვალა ისე რომ არანაირი სათნოება არ შეუძენია. სათნოება რა არის თქვენი აზრით? სათნოება მაგალითად ის არის, რომ სიკეთე ერთხელაც არ გაუკეთებია. სათნოება არის მაგალითად, რომ ადამიანი არის მომთმენი, მოთმინება არის სათნოება. კიდე რა არის სათნოებები? სიკეთე კეთილი სხვა ადამიანს რომ სიკეთეს გაუკეთებია. კი ბატონო, ეგეც სათნოება. სხვა ადამიანს რომ გასაჭირში არასდროს დატოვა. როცა გასაჭირშია დაეხმარები მაგას. ღმერთი რომ წამ. რომ წამს წმენო დიდი სათნოება. რომ თან აუგრძნობ. თავდაბლობა. რომ აპატიებ ეგ სათნოება გესმის? რომ სწორ რჩევას მისცემ. რომ ადამიანს ესე იგი ცოდვისაგან გამოიხსნა. გასაჭირში რომ არ დატოვებ. გასაჭირში რომ არ დატოვებ, ხო? ერთგული რო ხარ. ხო და ამ ქალს, ამ ბრაზიან ქალს, ესე იგი ერთი სათნოებაც კი არ შეუძენია. და რა ვთქვით წეგან ამ სიბრაზის და მრისხანების წამალი რა არისო თომამ რა თქვა? სიმშვიდეო. სიმშვიდე არის დუმარება, სიმშვიდე არის წამალი მრისხანების. ესე იგი როცა გაბრაზებული ხარ, მაშინ ჯობია არაფერი არ თქვა. რა დამშვიდები მერე თქვა. სტაცეს ამ დედაკაცს ხელი და ეშმაკებმა და ცეცხლოვან ტბაში ჩააგდეს. მისი მფარველი ანგელოზიკი დგას და ფიქრობს, მისი რომელიც სათნო საქმე გავიხსენო, რომ უფალს უთხრაო. უფალთან რომ მივიდეს და უთხრას, რომ ამ ქალბატონს ესეთი რაღაც გაუკეთებია და იქნებ გადარჩეს, ცხონდეს. გაახსენდა და უთხრა ღმერთს. მან ერთხელ ბოსტანში ხახვი ამოთხარა და მათხოვარს უწყალობა. ვიღაცა მშიერს გაჭირებულს მისცა თურმე თავისი ბოსტნიდან ერთი ხახვი. უპასუხა მას ღმერთმა. აიღე ეგ ხახვი და ტბაში გადაუგდე. მოეჭიდოს და თუ შეძლებს ამოსვლას, წავიდეს სამოთხეში. ხოლო თუ ხახვი გაწყდება, იქვე დარჩეს დედაკაცი, სადაც ამჟამადაა. გაიქცა ანგელოზი დედაკაცთან და ხახვი გადაუგდო. აჰა დედაკაცო, მოეჭიდე და ამოდიო. და ძალიან ფრთხილად დაუწყო ამოყვანა, რომ არ გამწყდარიყო ეს ხახვი. ის იყო დედაკაცი თითქმის ამოსული იყო, რომ იგი სხვა ცოდვილებმა დაინახეს, ყველანი მოეჭიდნენ, რათა მასთან ერთად ამოსულიყვნენ ზემოთ. დედაკაცი კი ძალიან ბრაზიანი იყო და მათ ფეხებით ცემა დაუწყო. მე მეზიდებიან, მე მივყავართო და არა თქვენ, ეს ჩემი ხახვია და არა თქვენიო. როგორც კი ის თქვა, რომ ეს ჩემი ხახვია და არა თქვენიო, ხახვი გაწყდა, დედაკაცი კვლავ ტბაში ჩავარდა და დღემდე იქ იწვის. ანგელოზი კი ატირდა და განეშორა მას. ეხლა მე მაქვს თქვენთან შეკითხვა. რატომ გაწყდა ეს ხახვი? ეს ხახვი იმიტომ გაწყდა, რომ დედაკაცმა მათ ცემა დაუწყო და უთხრა, რომ ეს ჩემი ხახვია და არა თქვენიო და მე ამომიყვანესო და არა თქვენო. იმიტომ გაწყდა, რომ მან თქვა, რომ ჩემი ხახვი არისო და არა და ადამიანებს ყოველთვის უნდა დავეხმაროთ. იმიტომ გაწყდა ეს ხახვი, რომ უნდა ეთქვა პირიქით, რომ ამოდით ჩემთან ერთად ამოდით, თუ ღმერთი მოგცემთ მაგის ნებასო და პირიქით უთხრა, არა მოხვიდეთ, ეს ჩემი ხახვია და თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ ამოხვიდეთ ამ ხახვზეო. მარტო თავის თავზე ფიქრობდა ეს დედაკაცი და ამიტომ გაწყდა. მარტო თავის თავზე ფიქრობდა და ამიტომ გაწყდა. ნამდვილად, ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ? დედაკაცს რო ეთქვა, წამოდით, თქვენც წამოდით ჩემთან ერთად, ნახე, ამითი შეიძლება გადავშეთ. როგორ ფიქრობთ, ეს ხახვი გაწყდებოდა? არა. არ გაწყდებოდა, ხო არ გაწყდებოდა. ესე იგი, მოდი ესეთი შეკითხვა დავსვათ. რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ჩვენი გადარჩენა? როცა სიკეთეს გააკეთებ. როცა ვიღაცას აეხმარებ. როცა გასაჭირიდან გადაარჩენ. მარტო შენ თავზე რო არ იფიქრებ, ხდებით ამის შინაარსი რა იყო? ის ხახვი იმიტომ ჩაუგდო, რომ გადარჩენილიყო, მაგრამ იმ ქალს რო ეთქვა, რომ
მოდით ხალხო, თქვენც წამოდით. მაშინ ისიც გადარჩებოდა და სხვაებიც, მაგრამ როდესაც თქვა რომ მარტო მე უნდა გადავრჩე, თქვენ წადით, ეს თქვენი ხახვი არ არის. აი ზუსტად ეგ თქვა თუ არა ხახვიც გაწყდა. ანუ ეგოიზმი, საკუთარ თავზე ფიქრი. აი მაგან გაწყვიტა ეგ ხახვი. ხეთ იგივე ამბავი გრძელდება, იგივე შინაარსის და ნახეთ რა ხდება. ცხოვრობდა ამ ქვეყნად ერთი ხეიბარი უხელო და კეთილი ადამიანი, როდესაც ის გარდაიცვალა, 64-ში აღმოჩნდა. ნახეთ, ის ხო ბრაზიანი დედაკაცი იყო და ის ჯოჯოხეთში მოხდა ცეცხლოვან ტბაში. ეს კეთილი კაცი იყო და 64-ში წავიდა. მიმოიხედა გარშემო და საიდანღაც ხელები გამოესხა. ხო უხელო იყო. მხოლოდ ერთი იყო სამწუხარო რამ. იდახში ვერ ხრიდა. აი შეეკითხა ის წმინდა პეტრეს. ან ესე ხელებს იდახში კი ვერ ხრიდა, მხოლოდ ესე გაშეშებული ჰქონდა. ესე ვერ ხრიდა. რატომ ვერ ხრი ხელებს იდახში? მე ვფიქრობდი, რომ 64-ში ყველაფერი შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. მაჩვენე მაშინ ჯოჯოხეთი. აი შეხედე, უპასუხა წმინდა პეტრემ. დაეშვნენ ისინი ჯოჯოხეთში. ხედავენ დგას უზარმაზარი მაგიდა, რომელიც სავსეა რჩეული საჭმელ სასმელითა და ნუგბარ ტკბილეულით. მაგიდასთან სხედან ცოდვილები. უყურებენ საჭმელ სასმელს მშიერი თვალები და ლუკმის პირში ჩადება არ შეუძლიათ. აბა როგორ შეძლებენ? ესე ხო ვერ ჩაიდებ, არა ხელს თუ არ მოხრე, პირში ხო ვერ ჩაიდებ. ხო და ისინი ხელს ვერ ხრიან, ამიტომაც ვერ ჭამენ. ამიტომ გამწარებულები სიბოროტისგან ერთმანეთს კბენენ. მათთვის აკრძალულია სუფრიდან საჭმლის აღება, იკითხა ამ კაცმა. არა, არ არის აკრძალული, პასუხობს წმინდა პეტრე. მაშინ მშივრები რატომ სხედან? იმიტომ რომ იდახში ხელს ვერ ხრიან. ვერ ხრიან და ეგრე უპასუხეს ზუსტად, იმიტომ რომ იდახში ვერ ხრიანო და მას რითი განსხვავდება 64 ჯოჯოხეთისგანო, იკითხა ამ კაცმა. მოდი დავბრუნდეთ და გაჩვენებ. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, 64-ში რო დაბრუნდებოდნენ? რას დაინახავდნენ? ბარბარე, რას დაინახავდა ეს კაცი? ხელებს ვერ ხრიდნენ, მაგრამ ერთმანეთს აჭმევდნენ. შეგენაცვალე, ერთმანეთს აჭმევდნენ. ხელების მოხრა არ იყო საჭირო, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთზე ზრუნავენ, გესმით? იმ ბრაზიან დედაკაცსაც რო ეზრუნა სხვებზე, ხო გადარჩებოდა. ესე იგი, ჩვენი გადარჩენა რაში ყოფილა? ნახეთ, მივიდე ბოლომდე. დაბრუნდნენ ისინი 64-ში, აქაც იდგა უზარმაზარი მაგიდა გემრიელი საჭმელებით. მაგიდასთან მართლები, ანუ წმინდა ადამიანები ისხდნენ და ვერ ხრიდნენ რა იდაყვებში ხელებს საჭმელს, როგორც ბარბარემ თქვა, ერთმანეთს აჭმევდნენ. ესე იგი, ადამიანის გადარჩენა რაში ყოფილა? მარტო შენ თავზე არ უნდა იფიქრო და სხვებზეც უნდა იფიქრო. სხვებსაც უნდა დაეხმარო, იმ დედაკაცმა რომ უთხრა, არა ეს ჩემი ხახვია, უნდა მოეყვანა ისინიც და სხვებსაც გადაარჩენდა, ეგეც სიკეთე ჩაეთვლებოდა და ისიც 64-ში მოხდებოდა, მაგრამ მან უთხრა რომ არა, ეს ჩემი არის და თქვენ კი არ გითხრათ, ეს მე მითხრა და რამ გადაერჩინე, ყველანი 64-ში მოხდებოდნენ. კი ბატონო, აი ჩვენი ცხოვრებიდან რა მაგალითი შეგიძლიათ მოიყვანოთ, რომ რა დროს შეიძლება ჩვენი ცხოვრება 64-ს დაემსგავსოს და რა დროს ჯოჯოხეთს? იმ დროს შეიძლება 64-ს დაემსგავსოს ჩვენი ცხოვრება, როდესაც სხვაზე ვისვრუნებთ და ჩვენი თავი აღარ გვაინტერესებთ. მარტო სხვის თავი გვაინტერესებს, როგორ მდგომარეობაშია და რო ვსრუნავთ ყველასე და ჯოჯოხეთში იმ დროს დაგვემსგავსება ჩვენი თავი, რომ ვიღაცას ვანახებთ, რომ ჩვენ საჭმელს ვჭამთ და იმას არ ვაძლევთ და ვანანიებთ იმას გაჭირვებულს რაღაცებს და არაფრით არ უწყობთ ხელს. აი მაგალითად სკოლაში ხო დადიხართ ახლა? დიახ. უმეტესობა თქვენგანი სკოლაში დადის. აი სკოლაში ჩვენი კლასი რა დროს დაემსგავსება 64-ს და რა დროს ჯოჯოხეთს? იმ დროს დაემსგავსება, როცა სხვებს გავანაწილებთ საჭმელს და იმით დაემსგავსება ჯოჯოხეთი, რომ ხო, მაგრამ მარტო საჭმელია ჯოჯოხეთი და 64, მარტო საჭმელია? სიკეთე ვინმე რო წაიქცეს და შენუშველო. ვინმე რო წაიქცეს და უშველო. მგონიათ 64 ჯოჯოხეთი მარტო საჭმელი კუჭზე გადის? კუჭის მეტი, ჭამის მეტი, დალევის მეტი არაფერი არ არის? ადამიანების ერთმანეთზე ზრუნვა აქვს თავარი. ერთმანეთზე რო ზრუნავს.
რომ ვიღაცას რო თამაში უნდოდეს დასვენებაზე და შენ რომ მიხვარდა ეტყვი რომ გეთამაშებიო. ო, რო იზრუნებ, რო გაახარებ. აბა რო არავინ ეთამაშოს ხო მოიწყენს, ხო მართალია? მას ვთქვათ რომ დავრბოდით და დაგხვდა რომ შენი მეგობარი კლასელი ვერ დგებოდა და ძირს ეგდოდა შენ რო აყენე და სიბოროტე ის რომ დაინახავდა ზურგში აქცევ რომ ეს არაფერია თვითონ ადგებაო. აშინ ჯოჯოხეთს დაემსგავსებ. ახლა წარმოიდგინეთ, აი 20 ბავშვი რო იყოს კლასში და ერთი რო წაიქცეს და ამ 19-მა ყურადღება არ მიაქციოს და ჯოჯოხეთი არ იქნება. გვერდი შეაქციოს. მაგრამ თუ ყველა წაქცევს ყოველთვის ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ, მაშინ ჩვენც რო წავიქცევით, ვიღაც მოგვაქცევს ყურადღებას და იმ კლასში გაჭირებული არავინ არასოდეს არ იქნება. არც საჭმელი არ მოაკლდება, არც სიხარული არ მოაკლდება. არც გართობა, არც მწუხარებაში, ნუგეში არ მოაკლდება და არასოდეს არაფერი. იმიტომ რომ ის იქნება სასუფეველში და სასუფეველში ადამიანს არაფერი არ მოაკლდება. იცი რატომ? სადაც ერთ ადამიანს მეორე უყვარს, სადაც ერთი ადამიანი მეორეზე ზრუნავს, იქ არის ღმერთი. და სადაც ღმერთია, იქ ადამიანს არაფერი არ მოაკლდება. აი გარი ამის შეჯამება რომ ჩვენი ცხოვრება 60-ს დაემსგავსება თუ ჯოჯოხეთს, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ თუ ერთმანეთზე ვიზრუნებთ, მაშინ 60-ში ვიცხოვრებთ აქვე და აქედანვე დაიწყება ჩვენთვის 60 და თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიზრუნებთ და მოყვასი არ დაგვაინტერესდება, აქვე უკვე ჯოჯოხეთი იქნება. აქედანვე იწყება 60-ს და ჯოჯოხეთიც. მოდი დღეს ჩვენ ამითი დავასრულოთ. ბევრი რო არ მოგვივიდეს, ყველაფერს ხო თავისი ზომა და წონა. ახლა ჩაიში რო 7 კოვზი შაქარი ჩააყარო, ხო არ მოგეწონება, ხო ძალიან ტკბილი იქნება. ამიტომ ჩვენ ვეცადოთ, რომ ზომიერად ჩავაყაროთ ხოლმე. დღევანდელი საუბარიც მოდი ამითი დავასრულოთ. ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ჩვენ ამითი გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.